არაფერი ნორმალურად არ არის. მოსაწონი ამ თავრობას არაფერი არ აქვს. დაინგრევა სახლია და მივარც მე და უნაზღაურებს. რო დევინგრევი და მოვკვდები მე რაღაც მინდა. საჩვენოთ რო არაფერი ხდება, ამას კი ვხედავთ. უარესი სიტუაცია ალბათ სოფლიოში არ მოხდარა. ეგ რომ ასე უპატრონოთ, ასე უყურადღებოდეს, ეგ რომ არავინ ადაფეს გეკითხებოდეს და განგრევდეს. არ ვიცი, ალბათ პირველია, რა ვიცი. ყალი საერთოდ არ აგვაქვს. უვარგისი დასალევად, ხან ჭიაყელა მოყვება, ხან ტალახი, მარგანეცი. არავის არ ეყურება კურსი. ლიჟბი მოთხარონ, წაიღონ, დააყენებენ გორებს, გასწორებელი არავინ არ არის. იქ სადაც კერები წლობით იყო გაჩერებული ხალხის ბრძოლით და ასე შემდეგ, უკვე გამოჩნდნენ ტრაქტორები და აძლიერებენ კარიერულ გადათხრას. არაფერი დანაშაული არ აქვს იმ გას, ტყუილაში დიძეს. ეს ახალგაზრდები სრულიად უდანაშაულოდ გამოკეტეს ციხეში. იმედი მე საქართველოში მაინც არ მაქვს რომ სამართლიანი განაჩენი ვინმე გამოიტანოს. დღეს ჭიათურა გლობალური კაპიტალის, ადგილობრივი ოლიგარქიისა და მასთან შესწრებული სახელმწიფოს მიერ მიტოვებული ზონაა. ეს არის ადგილი, საიდანაც მსოფლიო ბაზარზე მილიონობით დოლარის სიმდიდრე გაედინება. სანაცვლოდ კი აქ მხოლოდ ნგრევა, დაცლილი სოფლები და მოწამლული გარემოა. ჯერ კიდევ 2017 წელს სახელმწიფომ კომპანია ჯორჯია მანგანეში სპეციალური მმართველი დანიშნა, თითქოს ეკოლოგიური კრიზისის სამართავად. მაგრამ ზიანის შემცირების ნაცვლად დღეს კერძო კომპანია უკვე უშუალოდ სახელმწიფოს მონაწილეობითა და მფარველობით მიზანმიმართულად ანგრევს ზემო იმერეთის სოფლებს. 2024 წელს არჩევნებიდან მალევე რეგიონმა ახალი დარტყმა განიცადა. კომპანიამ გლობალური ეკონომიკური ყევების მიზეზით მოპოვება დროებით შეაჩერა. მაღაროების ხელმძღვანელად კი რუსი ოლიგარქი მიხაილ სოცკი დანიშნა. სოცკიმ რეორგანიზაცია გამოაცხადა და 3500 თანამშრომლიდან თითქმის ნახევარი სამსახურის გარეშე დატოვა. ჭიათურაში გვეუბნებიან, რომ შემცირების რეალური მიზანი ღია კარიერული მოპოვების გაფართოებაა, რაც მანგანეცის მინიმალური რესურსებით მოპოვებას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი გარემოს მაქსიმალური ნგრევის ფასად ხდება. პირველი მიზანი, რაც ჯორჯიან მანგანეზის სოცკის მმართველობის და მასთან შერწყმული საზოგადოების, ვინც კომპანიის მმართველობას დღესდღეობით წყვიტავს, თავარი მიზანი იყო, რომ შემცირებული იყო მიწისქვეშა სამუშაო. ამათ ის კი არ აინტერესებთ, რომ ამ ქალაქიდან რაოდენობით ნაკლები მანგანუმი და მარგანეცი გავიდეს. შესაბამისად იზრდება სოფლებში უკვე შეინიშნება მოძრაობა სოცკის მმართველობის შემდეგ მოსვლის, იქ სადაც კერები წლობით იყო გაჩერებული ხალხის ბრძოლით და ასე შემდეგ, უკვე გამოჩნდნენ ტრაქტორები და აძლიერებენ კარიერულ გადათხრას. აი ესეთი უღირსი, უნამუსო მმართველი არც კომპანიას არ ყოლია, არც ჭიათურას არ ყოლია და პირიქით გვიხარია, რომ ესეთ უნამუსო საზოგადოებასთან ბრძოლა რო გვიწევს და მართლები რო ვართ, ამ სტიმულს, ამ мотиваციას ვერ გვიკლავს ვერავინ და ვერაფერი. ჰაერში ვართ ახლა, გამოცვლილია ყველაფერი დაბლა. ეს შეიძლება როდის ჩავარდება, არავინ არ იცის. კაცი შვილი პატრონი გამკითხავი არ არის რა. არავინ, აი ვის უნდა მივაკითხოთ, ვის არ უნდა მივიდეს, ამ უნდა მოვიდეს ჩვენთან ესე იგი. ეზოები სახლები დანგრეულია და დაბზარულია, ყველას აქ რაღაცა ესე იგი. ეს შეიძლება ესე იგი, შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ მოხდეს, ზეგ მოხდეს, შეიძლება ერთი თვის მერე მოხდეს, მაგრამ ესენი აღარ იქნებიან მარგანეცს გეიტა, ვის არ უნდა მიხვიდე მე როცა არიან, მაშინ არავინ გველაპარაკება არაფერზე და როცა რო წავიდა და ხალხს სადუნამოზე ან უკრაინელი და ან ვინ მუშაობდა და რაღაცა ქვია ამ 2000-იან წლებში და ამაში მე ვიღაცა უნდა მიხვიდე მე ამარო გააფუჭებს კაცი მაგინე გაკურდენია ძველშავი ჩემი სახლიდან არის დაწყებული სულ წასული მიწა, ვენახები, ყანები, თუ რამე იყო დაინგრა და დაიქს. დღეს რო არის ცხოვრება 1000 წელი მეტად ჯობდა ადრე. კანონი მაინც იყო ვიჯო და გლეხს ხელშეწყობა მაინც ქონა ცოტაი. რაღაცებს ეგეცველებოდა თავრობაი. ახლა ხმა არ გეიღო. არაფერი ნორმალურად არ არის. მოსაწონი ამ თავრობას არაფერი არ აქვს. რო თქვა, რომ აი გიჩევა და აი ასე და არაფერი მოსაწონი არ აქვს ამ თავრობას. განგრევენ და არ გეუნებიან არაფერს. არა. არც გფიზდებიან თუ არა. ეს სოფელი შუქრუთია, სადაც კერძო კომპანიამ სოფლის ქვეშ ძველი და სახიფათო შახტები ხელახლა გახსნა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში უსაფრთხოების მიზეზების გამო დაიხურა.
წლებია შუქუთელები საკუთარი ოჯახების გადასარჩენად იბრძვიან, სამ მათი იატაკის ქვეშ მიწა იცლება. მრავალწლიანი პროტესტის მიუხედავად, მაცხოვრებლებმა სამართალი ვერ იპოვეს. ათობით სხვა სოფელი კი დიდ ღია კარიერებად და ველური მოპოვების ადგილადაა ქცეული. რეგიონის სრული ეკონომიკური უპერსპექტივობა კომპანიისთვის იარაღია. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახების ნაწილი იძულებულია დათანხმდეს საკუთარი კარ-მიდამოსა და მიწის დამუშავებას, მცირე კომპენსაციის სანაცვლოდ. იქ კი, სადაც წინააღმდეგობა არსებობს, პოლიტიკური ინსტიტუტები, ქუჩის ავტორიტეტები, ყვითელი პროფკავშირები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ორგანიზებულად ცდილობს მის გატეხვას. ვიდექით წელიწადნახევარი და აბსურდი იყოს სულ არაფერი, ოდნავ ადამიანის ფასიცად არ ჩაგვაგდეს. მე იმით შეგვაჩვიეს, რომ ნუ გაშინიათო, გამოდითო, დატოვეთ ყველაფერი ყორეხოვანიდან გადითო და იმას ვიზავთო, რა ქვია, ჩვენ დაგეხმარებითო, სოცკი მობრძანდა რუსი დაგვასვეს თავზე და იმანაც საცინათ აგვიგდო. მე საერთოდ აღარანაირი ის არაფერი პასუხისმგებლობა აღარ აიღეს. ივანიშვილთანაც მივედით ოჯახში, იმაში ჭორვილაში და კინწისყვრით გამოყვარეს იქიდან სულ თოფებით და იარაღებით. ეს ყველაფერი, რასაც იხედები და რაც იხედება თვალით დახსნილია და ერთი გაზანზარება და ჩამოიშლება სულ ყველაფერი. შიში თუ ცხოვრობთ, არანაირი ყურადღება არ აქვს, არანაირი. ესე ძაღლის ფასი უფრო არის ახლა დღესდღეობით, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ახლა ისე ვინგრევით, მოწყალოთ, რომ კაციშვილი პატრონი არ არის. უბრალოდ ელემენტარული დასალევი წყალი არ არის. ალბათ სოფლიოში იქნება ერთადერთი სოფელია ეს. მოდის ტექნიკური წყალი 3 საათის განმავლობაში. და ბოში რომ მივიდეს და დალიოს შეცდომით სასწრაფო ვერ მოусწრებს, არ არსებობს ვარიანტი ის მოვხდება ბოში. არჩევნები მოახლოვდება და დაგვაწყებიებენ ხელწერებს იმას, რომ მოვაწერიებთ ხელს იმას, რომ წყალს მოგიყვანთ, აიუი და თეილის არჩევნები და ავიწყდებათ ყველაფერი. ვართ ერთი სიტყვის ღმერთის სამარად არჩენილი. არავინ კაციშვილი პატრონი არ არის. დეინგრევა სახლია და მივართ მე და უნაზღაურებთ. რო დეინგრევი და მოვუკვდები მე რაღაც მინდა. დაღლილია ხალხი, აღარ აქვს ბრძოლის უნარი. იქ უკვე ვეღარ დადგები, სტრატეგიული ობიექტად გადააქციეს. კანონი მიიღეს და მასშტაბი დაკაპატიმრეს. მაშინაც მილიციის ძალით დაგვშალეს, მთელი სამხარე უყავდათ ჩამოყვანილი. ერთი ავტომატი რო დაეკიდნათ იქანა, ისხმაროდა ჩვენთვის, რა თუნდაც იმდენი ხალხი. ყველა ოჯახიდან არის გადახვეწილი. აქეთ ევროპისკენ და იქიდან შემოწირულობით რაღაცები. ზანიან იკლებენ ისინი ზორორ კაბის. აგზანია, ყველა ოჯახიდან არის თითქმის 100. თითო ან 2. ხო და ისინი არის. თვითონ რა ახლა ეს ამდენი ხალხი დატოვეს უმუშევარი, 1500 კაცი დატოვეს უმუშევარი. ხო და ზოგი ისევე ელიავასკენ არის გაქცეული და ზოგი თბილისში და რაღაც შენებლობებზე მუშაობენ და წვალობენ და ჯახირობენ ასე ამერად. რო პური ელემენტარული პური ჯამ. ეს არის სხვა არაფერი არ აქვს ამ სოფელს. უღარიბესი სოფელია ყველანაირად. თვიდან თვამდე მაღაროს მუშას რატო უნდა ჭირდებოდეს ვალი აღება. არის ეს ხალხი მაღაროს მუშები ვალში გახვეულები და ელოდებიან თვიდან თვამდე ხელს. ჩემი ვარაუდით ალბათ რაღაცა მიზერულ თანხებში დაითანხმებენ სოფელს და ასახლებენ და სავარაუდოდ გადაამუშავებენ შუქრუთს და ანგრევს. ალბათ. რა ვიცი, იმდენი რამე გაიარა ამ ხალხმა არ არის გამორიცხული კი რომ დაეთანხმონ მარტივად და ისედაც ისეთი გზებით მიდიან რომ კიდე გაყოფენ სოფელ შუაზე და ისევ დაპირისპირება იქნება ალბათ სოფელში ერთი ართზე დარჩება მეორე აზრზე და ნახევარი სოფელი ქვევით ვიდექით ვაპროტესტებდით ნახევარი სოფელს შეპირდნენ რომ აი თქვენ გადაგიხდით და უნდა დავეშალეთ და ჩამოიყვანეს სოფელი ჩვენს დასაპირისპირებლად მოიყვანეს მუშები მოიყვანეს პოლიცია რა ვიცი რამდენი რაიონის იყო პოლიცია არ ვიცით და ესე კორდონს აკეთებდნენ რომ მუშები შეეყვანათ საჩვენოთ რო არაფერი ხდება ამას კი ვხედავთ თავის თავზე მოერგეს ყველაფერი და რა ვიცი ვეღარც პროტესტს და ვერაფერს ამ ეტაპზე ვერ და იმედია სოფელი მოვა გონზე რომ ერთად უნდა შევიკრათ და ერთად მერე იქნებ რამე გამოგვივიდეს რა 39 წელია ერთ ადგილზე ვცხოვრობ და თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ახლა ეს რა არის სადაც ჩემი შვილები გაიზარდნენ თამაშობდნენ დარბოდნენ ახლა შვილიშვილები იგივე და კარგსაც მიჩვეული ვართ და ცუდსაც ამ ადგილზე და აბა როგორია ახლა ამის დატოვება შეიძლება უკეთესი პირობები შემომთავაზონ მაგრამ
იქნებ ვერ ვეგუები ამ ყველაფერს. მე მაინც ჩემი მირჩევნია. ეს სოფელი ზოდია, სადაც მიუხედავად კომპანიის შანტაჟისა, პროტესტი მაინც გრძელდება. ზოდში ჯორჯიან მანგანეზი დღემდე აგრძელებს სოფლის გადათხასა და ღია კარიერული წესით მოპოვებას. სამწუხაროდ მოსახლეობის ნაწილმა მისცა ნება ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომ შემოსულიყო და ეწარმოებინა ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვება. ქვეკონტრაქტორი კომპანია ერთის მხრივ მოსახლეობასთან ალაგებს სიტუაციას, რომ შევიდეს და მოიპოვოს მანგანუმი, მაგრამ მეორეს მხრივ ჯორჯიან მანგანეზი არის პასუხისმგებელი, რომ გასცეს ლიცენზია კონკრეტულ ადგილებზე. აი აქ თქვენ ახლა ხედავთ არის გზა, ამ გზაზე არის ინფრასტრუქტურა, აპირებენ რომ თქვათ აი ეს გაზიფიცირება მოხდეს მოსახლეობის, ასევე არის წყლის მილები და ინტერნეტი. გზიდან სულ რაღაც 5-10 მეტრის რადიუსში დაიწყეს ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვება, რაც არის არ ვიცი, აი უბრალოდ უნდა დაიგუგლოს და ინახოს სისხლის სამართლის დანაშაული. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ გეოლოგიური, მოგეხსენებათ, რომ მეწყრული ადგილი არის, წითელ ზონაში არის, თუ ნახავთ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს 2020-21 წლის ბროშურას, იქ ნათლად ჩანს, რომ ზოდი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც მცოცავი მიწაა. აქტიურად 2020-დან დაიწყო, ამ 2020-დანვე პროტესტი იყო და ის რომ აქამდე ესე შენარჩუნდა, ალბათ აი ამ ლოკალური პროტესტების გამო შენარჩუნდა, თუმცა ხელფეხი გაეხსნა როგორც კომპანიას, ისე ხელისუფლებას, სადაც თქვათ ადამიანები დაჭერილი არიან და სამართალს ვერ პოულობენ, აგერ 4 მაღაროელია დაჭერილი, ერთი არ არის მაღაროელი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სრულიად უსამართლოდ, ხო? და დღემდე ციხეში არიან, ჭიათურაში ნათლად ჩანს აი ეს დეპრესიული ფონი, ქალაქი დაცლილი არის. იცი რა, ანუ აი ეს ნიჰილიზმი არის დიდი. თითქოს ხელი ჩაიქნია ყველამ, რომ არაფერი არ გამოდის. ათასობით ადამიანი ან თბილისში მიდის, თბილისიდან საზღვარგარეთ, სოფლებში აიხარო დავიაროთ, ხო, თითო უბანში, ალბათ 2-3 ოჯახს თუ ნახავ, ისიც მოხუცებულებს, რომლებიც ადგილზე არიან და ცხოვრობენ. შესაბამისად, ძალიან რთული მდგომარეობა არის. განსაკუთრებით ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პერიოდში ზოდშიც არის წყალი გრაფიკით და ეს წყალი არის ტექნიკურ წყლად გამოცხადებული. ანუ ტექნიკური წყალი რას ნიშნავს? დასალევად გამოუსადეგარი არის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო რა. მოითხოვს მილიონობით ლარს და ბიუჯეტში ეს თანხა არ არის განსაზღვრული, რომ შეიცვალოს სათავე ნაგებობა. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ეს თანხა არ არის. ეხლა ჯორჯიან მანგანეზი ამას არ გააკეთებს. ის კი არა, ხედავ ყველაფერს ანადგურებენ, ხო? შესაბამისად, ამ მილიონებს უბრალოდ ესე მათთვის ჰაერში არ გაისვრიან. მათთვის ეს ჰაერში გასროლაა თანხის. მარად გამგებელი არის ბატონი გივი მოდებაძე, მოყოლებული სააკაშვილის პერიოდიდან ის მუდმივად იყო ყველა ხელისუფლების პერიოდში, ასე ვთქვათ, წამყვან თანამდებობაზე თუ პარტიის წევრად. შესაბამისად, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არანაირი იდეოლოგიას, ის მთავარია იყოს ბიუროკრატიაში, მთავარია კომუნიკაციობდეს ჯორჯიან მანგანესთან და რაღაცა ასე ვთქვათ, მიიღოს წილი იმ თანხებიდან, რა თანხებიც აკუმულირდება განადგურებული სოფლებიდან ჯორჯიან მანგანეში. შუქუძის პროტესტის აქტიური მონაწილე გიორგი ნეფარიძე 2025 წელს ჭიათურაში მიმდინარე აქციების დროს საპროტესტო კარავში მერაბ სარალიძესთან, არჩილ ჭუმბურიძესთან და თენგიზ გველსიანთან ერთად დააკავეს. სასამართლო მაღაროს დირექტორს და თავდასხმის ბრალდებით გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით, ხოლო თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი. ჭიათურლებისთვის ეს იყო საჩვენებელი დასჯა. ქართული ოცნების ხელისუფლების მესიჯი ნათელია. ვინც საკუთარი სახლის, ოჯახისა და უფლებების დაცვას გაბედავს, მას ციხეელის. პატიმრობა იქცა იარაღად, მთელი რეგიონის დასაშინებლად, რათა წინააღმდეგობის მუხტი საბოლოოდ გაქრეს. ამ სოფლის საწინააღმდეგოდ გააკეთეს ყველაფერი, თუ არა არაფერი დანაშაული არ აქვს იმ ტყუილაში დიდი. დასაშინებელი ყველაფერი, დააშინეს ხალხი.
ეს მოხდა, მეტი არაფერი. დანაშაული არაფერი არ აქვს. არაფერი არ ჩაუდენი მაგის ფასზე. მაგის დანაშაული ყველა დასაპატიმრებლები ვართ, ყველა ჩადის, მაგრამ ვიძვიდე იქით, ყველა უნდა დავეჭირე. რატო სკოლაში ამას გვასწავლიდნენ და უმაღლეს სასწავლებლებში აიმაში უნდა დაიცა შენი ოჯახი და შენი ოჯახის სიწმინდე და ის არ შეძლებულა თურმეს. იმას რა ვარც უნდა ისე გააკეთებს. არ შეგიძლია შენ თურმე რომ დაიცა შენი ქონება და შენი ოჯახი. ეს სათხდები. მოაწყეს მე რა ვიცი რა მოაწყეს. ჩემ აზრი არა ვარ რა გააკეთეს მე. რაც უნდათ ის მოაწყეს. ქონას გეგმა რომ გიორგი და ის ბიჭები რომელიც აქციაზე ცოტა სიმართლეს ლაპარაკობდა და კანონიერად ითხოვდნენ ეს ხალხი მოუსწრეს ხელა და იტირეს. გინა თუ არა მე აგიყვანეო გიორგი შეუბნება ერთ-ერთ სამართლოზე რაც მე წავიყვანე შენო და დაგიძირე მეო. გიორგიო ბიჭერებია და ეუბნება გასო. შენ დამია მე არ დამინახე ხარ არ ყოფილიყარ კი ასრვა შენო. შენ ხარ ცრუმოსმეო და რა მე საკადრო ცრუმოსმე ხარ. მოსამართლე თუ გაგდო სასამართლოდანია. მოწმეყავდათ ისეთი მოყვანილი გიორგის საერთოდ რომ არ იცნობდა. დაუსვა ადვოკატმა შეკითხვა რომ დაადო ხელი გიორგის რომ გიორგი დაარტყაო, აბა გიორგიო რომელიაო ამოიცანიო უთხრა ადვოკატმა რომ დასვა შეკითხვა და დაადო გველესიანს ხელი. ამ დროს გიორგი პროცესს საერთოდ არ ესწრებოდა. თუ ის იცნობდა გიორგის ის ხომ უნდა ეთქვა იმას რომ პროცესს არ ესწრება და საერთოდ არ ქონდა არც ერთ ბრალდებულს ის არ იცნობდა. ისეთი მოწმეები ყავდა. მოვიდოდნენ იქ, რასაც დაარიგებდნენ, ამბობდნენ და ოფს იწურავდნენ სიმწრისგან ტყუილს რო ამბობდნენ. გამწარებულები იყვნენ საწოდავად და იმასაც ვერ ამბობდნენ სრულად, რასაც ეუბნებოდნენ რომ უნდა ეთქვათ, იმიტომ რომ ტყუილს რომ ამბობდნენ. აი ამ ჩვენებებით მიუსაჯეს მაგათ არანაირი მტკიცებულება, არანაირი ვიდეო მტკიცებულება არაფერი არ გააჩნიათ საერთოდ. არანაირი მაგათმა არც პატარა ბავშვიანი ოჯახები გაითვალისწინეს, არც მოხუცი და ავადმყოფი მშობლები, არც არაფერი. ეს ახალგაზრდები სრულიად უდანაშაულოდ გამოკეტეს ციხეში. იმას ნათქვამი თუ უნდა გაითვალისწინონ, აქეთაც ხომ უნდა მოусმინო მეორე მხარე რას ამბობს. თუ სიტყვა ჭრის და სიტყვაზე უნდა ენდო. ერთ მხარეს, მეორესაც ხო იგივე ანალოგიური უნდა გაკეთდეს მეორე მხარიდანაც, მაგრამ იმ მეორე მხარის ნათქვამი არავის იქ არაფერი არ აინტერესებდა. მე ისეთ დღეში ვარ, ორივე ცოლ-ქმარი, 72 წლის არის ჩემი მეუღლე, 48 წელიწადი იმუშავა მაღაროში. არანაირი განსხვავებული იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან ძიმე შრომით პირობებში მუშაობდა, არანაირი განსხვავებული პენსია, ჩვეულებრივი პენსია აქვს, ქონდა სხვასთან, გარდა ამისა 70 წლის რომ გახდა, ეხლა აქ ცოტა განსხვავებული, მეტი არაფერი. ჩვეულებრივად ეს რომ მოვიდა ჩვენი ბატონი ვიზინა ივანიშვილი შეგვპირდა რომ მეო მაღარუელებო თქვენ მოგიყვეს ჩემი თავიო მე ყველანაირად ვიციო მდგომარეობაო მაღარუელი შვილი ვიყავიო მშრომელი შვილი ვარო თქვენ მოგაქცევთ ყურადღებასო პენსიაც მაღალი იქნება ყველაფერიო მაგრამ ეს ჩვენთან არაფერი არ ჩანს აი ჩვენნაირ ფენის ხალხთან პენსიონერებთან და მშრომელ ხალხთან არ ჩანს და თავისთავად ჩანს ყველაფერი რა ხდება დანაშაულს ჩადიან ძალიან ბევრს ეს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრები იყვნენ, თუ ვინ იყვნენ, კორუფციებში არიან გახვეულები, ყველანაირ საქმიანობაში და ჩემი შვილი ასე დაისაჯა ამდენი წლებით და უმრავლესობას არც სჯიან და არც არაფერი მარტო ჯარიმებით უშვებენ და იმდენი აქვთ იმათ ნაშოვნი და მე შვილის ჩენაც მიწის ციხეში რო შევინახო ჩემი შვილი 495 ლარით ჩვენც უნდა ვირჩინოთ თავი და ჩემი შვილის ციხეში უნდა შევინახო. არც ეს არავინ არ გაითვალისწინა და არც არავის არ აინტერესებს უდანაშაულო რომ არის ჩემი შვილი თორე დამნაშავე რო იყოს კიდე ძალიან გული მწყდება ძალიან გული რომ არავინ არანაირ ყურადღებას არც არავინ კითხულობს არც ადგილობრივი გამგეობა და არც არავინ საერთოდ ძალიან ისეთი მასში ვარ დაჩაგრულად გრძნობ ძალიან თავს რასაც იტყვია რასაც ქვია დაჩაგრულად გრძნობ თავს ძალიან მიუხედავად პოლიტიკური შანტაჟისა, კომპანიის, სახელმწიფოს, ყვითელი პროფკავშირების ერთობლივი ძალისხმევისა, ჭიათურაში პროტესტი კვლავ გრძელდება. პროტესტი არსებობს ოჯახებში, რომლებიც წინ უდგებიან კომპანიის თავმდებობას. ის არსებობს ქალაქის ცენტრში, სადაც მაღაროელები თვეებია საპროტესტო კარავში რჩებიან და იბრძვიან თანამებრძოლების ციხიდან გამოსახსნელად და უკეთესი, უფრო სამართლიანი ცხოვრებისთვის. გამარჯვება შესაძლებელია, თუ ჭიათურა ისევ ერთად დადგება.